თელავის როგორც ქალაქის ისტორია მერვე მეათე საუკუნეებიდან იწყება. ამ ხანებში კახეთ-ჰერეთი ძლიერი პოლიტიკური ერთეული ხდება და მის ცენტრად თელავი მოიხსენიება. დავით აღმაშენებლის პერიოდში კახეთ-ჰერეთის სამეფო აღარ არსებობდა, რამაც მისი ცენტრის მნიშვნელობის დაცემა გამოიწვია. მე-12 საუკუნის 60-იან წლებში მეფე არჩილმა შემდეგ კი დავით მე-11-მ თელავი კვლავ სამეფო რეზიდენციად აქციეს. მე-16 საუკუნის ბოლომდე თელავის ბატონის ციხე მეფეთა სამყოფი იყო. შუა საუკუნეებში საქართველოს მართალია მეფეთა მთავრები და მათი მოხელეები განაგებდნენ, მაგრამ ქალაქებსა და სოფლებს თვითმმართველობის გარკვეული უფლება ჰქონდათ. მე-19 საუკუნის დამდეგს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოში შემოსვლის შემდეგ ქართულ მეფე-მთავართა ხელისუფლება გაუქმდა. მოსახლეობას კი ადგილობრივ საქმეთა თვითმართვის უფლება ჩამოერთვა. მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე ქვეყანაში რუსული მმართველობის მოდელი შემოდის. საქართველო ორ გუბერნიად დაიყო. დასავლეთ საქართველოში ქუთაისის გუბერნია, აღმოსავლეთში კი თბილისის გუბერნია ჩამოყალიბდა. მათ შემადგენლობაში მაზრები, ანუ ადმინისტრაციული დანაყოფები შედიოდა. თბილისის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა თელავის მაზრა. მის სათავეში კი მაზრის უფროსი იდგა. ადგილობრივი მილიცია, სასამართლო, თავადაზნაურთა სამაზრო საკრებულო და სოფლის საზოგადოებრივი მმართველობა სწორედ მისი დაქვემდებარების ქვეშ იმყოფებოდა. ისტორიული წყაროების მიხედვით იმ პერიოდის კახეთი 4 მაზრად იყოფოდა: სიღნაღის, თელავის, თიანეთის და ზაქათალის ოლქად. 1801 წლის ალექსანდრე I-ის რუსეთის იმპერატორის მიერ გამოცემული აქტის შედეგად ქართლ-კახეთში გაუქმდა სამეფო. 1918 წლის 26 მაისს აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. აი ამ პერიოდშიც კი არ განხორციელებულა რაიმე ძირეული ცვლილებები. 1919 წელს მხოლოდ არჩევნები ჩატარდა საერობო და თვითმმართველობის მხრივ. იყო რა თქმა უნდა დაგეგმილი გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიხედვით იყო განსაზღვრული, მაგრამ აი ამ ახალ კონსტიტუციას სულ რაღაცა 4 დღის სიცოცხლე ეწერა, იმიტომ რომ 1921 წლის 21 თებერვალს იქნა მიღებული და 25 თებერვალს უკვე მოგეხსენებათ განხორციელდა საქართველოს ანექსია. 1921 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ქვეყანაში მმართველობის ფორმა კვლავ შეიცვალა. ამჯერად მაზრების ნაცვლად რაიონული სისტემა ჩამოყალიბდა. 1921 წლიდან 1991 წლამდე რაიონის მმართველი ადგილობრივი კომიტეტის პირველი მდივანი გახდა, რომელიც კომუნისტურ პარტიას წარმოადგენდა. მას ექვემდებარებოდა ქალაქის საბჭო და რაიონის აღმასრულებელი კომიტეტი, რომლებსაც თავის მხრივ ქალაქის საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეები ხელმძღვანელობდნენ. ქალაქის საბჭოს ფუნქციაში კეთილმოწყობის საკითხები შედიოდა. ამ პერიოდშივე დაიწყო მასშტაბური ბინათმშენებლობა, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებდა. სურაბ ბუცხრიკიძე, რომელიც 1986 წელს ქალაქის საბჭოში მუშაობდა, ამბობს, რომ იმ დროს საქართველოში წლიური გეგმა არსებობდა. გეგმით ისაზღვრებოდა თუ რა რაოდენობის თანხა უნდა შესულიყო სახელმწიფო ბიუჯეტში. თანხის გარკვეული ნაწილი ქალაქს უკან უბრუნდებოდა. ქალაქის საბჭოს ჰქონდა ჩვეულებრივ თავის სამსახურები, ეს იყო კომუნალური სამსახური, რომელშიც შედიოდა დასუფთავება, გარე განათება და სარემონტო სამსახური, სარემონტო კანტორა, ასე ვთქვა, რომელიც ქალაქის მასშტაბით აკეთებდა უამრავ სამუშაოს. ეს იყო ორმოული შეკეთება დაუშვათ, ეს იყო ნიავარ-მინდვრებები, თანხები იმდენი ჰქონდა, რომ ისინი ახორციელებდნენ ბინათმშენებლობასაც. მაზრების რაიონული კომიტეტებისა და პრეფექტურების შემდეგ 91-დან 1993 წლამდე ქვეყანაში მმართველობის სტრუქტურა ისევ იცვლება. ქალაქები ქალაქის საკრებულოს და გამგეობის ტიპის მართვის სისტემაზე გადადის, რომლის პირველი პირი ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარე ხდება. ორივე თანამდებობას ის ერთდროულად ითავსებს. გამსახურდიას პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჩატარდა პირველი არჩევნები, რეალური არჩევნები და მაშინ სისტემა იყო ასეთი, იყო ქალაქის საკრებულო და ქალაქის საკრებულოს გამგეობა. ანუ საკრებულოს თავმჯდომარე იყო პირველი პირი და გამგებელი იყო მეორე პირი. საკრებულო ირჩევდა გამგებელს თავის შემადგენლობიდან და ეს იყო აღმასრულებელი პერსონა, რომელსაც ჩვეულებრივ ჰქონდა თავის სამსახურები და ამ სამსახურების მეშვეობით ახორციელებდა უფლებამოსილებას. 2014 წელს მმართველობის ძველი სისტემა ახლით იცვლება. თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით საქართველოში 12 თვითმმართველი ქალაქი ჩამოყალიბდა, რომელთა შორის თელავიცაა. კანონპროექტის თანახმად მიმდინარე წლის 15 ივნის დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქი თელავის მოსახლეობა საკრებულოს წევრებთან ერთად პირველად მერს და გამგებელსაც თავად აირჩევს.